მოგესალმებით უყურებთ ახალებებს პირველზე მე ქეთი მამრიკიშვილი ვარ. ოპოზიციის აქტივისტის გიორგი ახობაძის მიერ გახმოვანებულ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ განცხადებაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში. მართლ პარტიაში იხსენებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხო ქვეყნიდან მართული აგენტურა საქართველოსთვის სახიფათო სცენარს ახმოვანებს და საკუთარ ქვეყანაში ბომბების წვიმაზე ოცნებობს. ამ საკითხზე მორიგი განცხადების გაკეთებაც კიდევ ერთი გარე დირექტივაა. ცნობისთვის გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდების გამო ქართული ნავთობტერმინალები უკრაინული დრონების სამიზნეები გახდებიან. თავად კი ამ პროცესს ტაშითა და ღიმილით შეეგებება. ჩვენ ხედავთ პირდაპირ გამჟღავნებულ სურვილებს, ნავთობტერმინალების აფეთქების, მათ სამიზნეებად ქცევის და ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა, ქვეყნის ხელისუფლება, ქვეყნის მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო წინ წავიდეს ეკონომიკურად, იყოს მშვიდობა, რაც ყველაზე მთავარია, რაც არის განმაპირობებელი პროგრესის და ამავდროულად ეს მუდმივი სურვილი ახობაძეების და მისი მსგავსი პირების გვახსოვს ჩვენ კარგადონჯარიას განცხადება, გვახსოვს ომი გვინდა, ეს ომის სურვილი დღესაც კარგად ჩანს, ოღონდ კი რაიმე ფორმით საკუთარი ქვეყანა გარიონ აი ამ დიდ დაპირისპირებაში და უბედურების და ომის ცეცხლი დაანთონ ჩვენ ქვეყანაში. ეს არის მათი სახე აგენტურის. როდის გააკეთებს ნაციონალური მოძრაობა ოფიციალურად ალიანსის დატოვების შესახებ განცხადებას ოპოზიციონერ კოლეგებთან უკიდურესი დაძაბულობის მიუხედავად პარტიაში კონკრეტიკისგან თავს იკავებენ. სხვა ოპოზიციური პარტიები კი ამბობენ, რომ ნაცმოძრაობა უკვე თვეები ალიანსს მიღმა. სახელმწიფო გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მხრიდან მორიგ ჯერზე გაერთიანება თავიდანვე კრახისთვის იყო განწირული, რადგან ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოებას დესტრუქციის გარდა ვერაფერს თავაზობენ. ალიანსი ამ სახით კარგავს თავის ფუნქციას, თუმცა მიუხედავად ამისა ამ მომენტამდე ჩვენ განცხადება ოფიციალური არ გავუკეთებია, თუ რა თქმა უნდა მივალთ იმ გასკვნამდე, რომ სხვა გამოსავალი ფაქტობრივად იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება არ არის თუ არა და ალიანსის დატოვება, რა თქმა უნდა მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და ჩვენ საზოგადოებას კონკრეტული განცხადებით ამის შესახებ მოვახსენებთ. ეს არის სიცარიელე ოპოზიციურ, რადიკალურ ოპოზიციურ, აგენტურულ ოპოზიციურ წრეებში რომელიც არის სინამდვილეში საზოგადოების მხრიდან ნდობის არქონის გამო შექმნილი. სიცარიელეს გულისხმობენ იმას, რომ მათ არანაირი სოლიდური რეალური ღირებულება საზოგადოებისთვის არ გააჩნია, ამიტომაც არის რომ ეს რადიკალი აგენტურული ოპოზიცია ისე იშლებიან და ისე ერთიანდებიან, საზოგადოება ამაზე ვერ ძიგებს ნორმალურად, რატო? არც რეალური საფუძველი არსებობს მათი გაერთიანების და დაშლითაც ეს ეკლექტური გაერთიანება იშლება. ერთადერთი რაც მათ აერთიანებს, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეს საკუთარი ქვეყნის იძულებულია. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირინა მუდრა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ალექსაი გონჩარენკო აქვსელებს. უკრაინული მედია საშუალებების ცნობით კი უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელიც მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული, რომლის წევრებიც პარლამენტის წევრები და პრეზიდენტის აპარატის მაღალი თანამდებობის პირები არიან. მუდრა თანამდებობიდან ზელენსკიმ სპეცოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლა. საგამოძიებო მოქმედებები და ჩხრეკა ანტიკორუფციული უწყებების მიერ ამ დრომდე აქტიურად გრძელდება. ქართულ ოცნებაში ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის პოლიტიკურ წრეებში კორუფციის შესახებ ცნობების სიახლეს უნდა უკვე აღარავისთვის არ წარმოადგენს და სამწუხაროა, რომ ომში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენლები კორუფციის საქმიანობით არიან დაკავებულები, რის პარალელურადაც სხვადასხვა მოგონილ ბრალდებებს სხვა სახელმწიფოებს უყენებენ. თელს მსოფლიოში, ევროკავშირში ზოგადად არის გასაგება და კარგად ცნობილი, რომ უკრაინა სამწუხაროდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანას. დღეს კი იქ ომია, თუმცა ომის პირობებში კიდევ უფრო მეტად არის ალბათ მნიშვნელოვანი ქვეყანა კორუფციისგან დაიცვა. ჩვენ კი ვხედავთ, რომ კორუფციული სკანდალები სულ უფრო და უფრო მეტად გორდება ამ ქვეყანაში. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. გვესმის ის ინსტიტუციური პრობლემატიკაც, რაც არის უკრაინაში, თუმცა ამავდროულად რაღაც ამ თვალსაზრისით პირიქით აქეთკენ ბრალდებების საყენება და არამეგობრული დამოკიდებულება ცალკეული ძალების მხრიდან განსაკუთრებით საქართველოსთან მიმართებით, ბუნებრივია სათანადო პასუხს იმსახურებს.
21 აგვისტო კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ყველა მუნიციპალურ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. იკრძალა დედაქალაქში ყველა გასართობი ღონისძიების ჩატარება. ღარიბ რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დედაქალაქზე მასშტაბური თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 33 კი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ბავშვთა საავადმყოფო. რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაღუპულთა უმეტესობა სოლომიანის რაიონშია, სადაც რაკეტა 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობის ზედა სართულების დაინგრა. თავდასხმაზე განცხადება გავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთის შერეღებულმა ძალებმა ღამით კიევსა და კიევის ოლქში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე მასშტაბური მაღალი სიზუსტის დარტყმა განახორციელეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე კიევსა და კიევის ოლქში მდებარე სამხედრო მრეწველობის საწარმოები, სატრანსპორტო ლოჯისტიკური ცენტრი და საწყობები იყო. პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩი შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივ რეგიონულ პროექტებს და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა დღეს 18 საათამდე ეწურებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აპლიკანტებს ყურადღებით გაეცნონ სასრულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. გასათვალისწინებელია, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ საგანმანათლებლო პროგრამები მათთვის სასურველი რაოდენობით. სასკოლო ფორმების დასაწყობებისა და რეალიზაციის პუნქტების მომარაგების პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფორმების გაცემა და რეალიზაცია 1 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც სპეციალურად გამოყოფილ სარეალიზაციო პუნქტებში, ასევე ონლაინ პლატფორმის მეშვეობით საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც განსაზღვრულ სოციალურ და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებში არიან ჩართულნი, ასევე უკრაინიდან საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსულ მოსწავლეებს სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ. ჩინეთიდან პირველი ეტაპით გათვალისწინებული სასკოლო ფორმები მივიღეთ, რომელიც საჯარო სკოლის პირველკლასელებისთვისაა განკუთვნილი. მიმდინარეობს დასაწყობება, რის შემდეგ მოხდება მისი გადანაწილება თბილისსა და რეგიონებში. მოწოდების მეორე და მესამე ეტაპი ოქტომბერსა და ნოემბერში გახორციელდება. თბილისის 126 საჯარო სკოლაში გახსნილია სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტი, სადაც 1 სექტემბრიდან ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოსვლა და 14 სექტემბრის ჩათვლით სასკოლო ფორმების შეძენა. ასევე ადგილზე შესაძლებელი არის სასკოლო ფორმების მორგება. იმისთვის, რომ სასკოლო ფორმების შეძენის პროცესი იყოს მშობლებისათვის მაქსიმალურად ორგანიზებული და მარტივი, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე 1 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით სარეალიზაციო პუნქტები დაიწყებს ფუნქციონირებას. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ეს პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად კომფორტულად და ორგანიზებულად და სწორედ ამისთვის სხვადასხვა უწყებებთან და საჯარო სკოლებთან ერთად აქტიურად თანამშრომლობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა. მაღალი გამავლობის ავტომობილები როგორც თბილისის, ასევე რეგიონული დანაყოფების ჯგუფებს გადაეცემა. ახალი სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეუწყუცხელს რეგიონებში ექსპერტ კრიმინალისტების მობილურობის გაზრდას, რითიც უზრუნველყოფილი იქნება რთულად მისადგომ სპეციფიკური რელიეფდროული და შეუფერხებელი გამოცხადება. ასევე თანამედროვე აღჭურვილობისა და მოპოვებული მტკიცებულებების სტანდარტების სრული დაცვით ტრანსპორტირება. პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტიც ხელკვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი. გამოძების ინფორმაციით ბრალდებული თბილისში ერთ-ერთ სკვერში ცივი არაღის დემონსტრირები და მუქარით მართლსაწინააღმდეგო დაეუფლა უცხო ქვეყნის 2 მოქალაქის კუთვნილ მობილურ ტელეფონს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული ტელეფონები ნივთს მტკიცებად ამოიღო. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი დღეს რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის პირველ ეტაპს დაასრულებს და ახალ ქსელზე გადაერთების მასშტაბურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფების სამუშაოებს დილის 10 საათიდან დაიწყეს გადაერთების პროცესი 6 ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. შედეგად ექსპლუატაციაში შევა წყალმომარაგებისა და წყალრინების განახლებული ქსელები. ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის ინფორმაციით რეაბილიტაციის პროცესი 4 ეტაპად წარიმართა. სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს დილის 10 საათიდან 21 აგვისტოს დილის 10 საათამდე წყალმომარაგება დროებით შეეზღუდება მთაწმინდის, კრწანისისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილს. სრული ჩამონათვალი კომპანიის ვებგვერდზეა განთავსებული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით თბილისის მერია არქეოლოგიური ობიექტების გამოვლენის შესახებ ინფორმაციას შესაბამის უწყებას ოპერატიულად აწუდის, ხოლო შემდგომ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს. განცხადების თანახმად ამ ეტაპზე აღმოჩენილი ობიექტის პირველადი შესწავლა და ფიქსაცია უკვე განხორციელდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები არქეოლოგების ზედამხედველობით გაგრძელდება, ხოლო ახალი არქეოლოგიური კერების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები დაუყოვნებლივ განხორციელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკული მარკეტინგული კომპანიის Colangelo and Partners-ის მხარდაჭერით საქართველოში ღვინის ტური ჩატარდა. 14 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ კომპანიის წარმომადგენელი და ამერიკის ღვინით ვაჭრობის სფეროს პროფესიონალები. ტურის ფარგლებში ამერიკელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ქართულ სამზარეულოს გაეცნენ. ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები. ვიზიტის ფარგლებში ისინი ქართული ღვინის მწარმოებლებს ხვდებიან, ასევე ეცნობიან ქართული ღვინის კულტურასა და ტრადიციებს. ყურის მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ამერიკის ბაზარზე ცნობადობის გაზრდა. გავაცანით ჩვენი პრემიუმ ღვინოები, ჩვენი კომპანიის ფილოსოფია და თანამედროვე ხედვა. მსგავსი დეგუსტაციები და ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანი არის იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკის ბაზარზე გავაკეთოთ პოზიციონირება და რა თქმა უნდა მოვიძიოთ პარტნიორი, რომელთანაც ერთად შემდეგ უკვე გავაცნობთ ამერიკის პროფესიონალებსაც და მომხმარებლებსაც ჩვენი ღვინოებს. ჩვენს ჯგუფში ღვინის ბაზრის თითქმის 3 რგოლის წარმომადგენლები არიან. დისტრიბუტორები, სტუმართმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, საცალო ვაჭრობის ობიექტებისა და შესყიდვების სფეროს წარმომადგენლები. ყველა მათგანი გაოცებულია იმით, თუ რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანასა და რეგიონს. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი უაღრესად კონკურენტულია, თუმცა ქართულ ღვინოს იქ განვითარებისათვის ჯერ კიდევ დიდი შესაძლებლობები აქვს. საჭიროა ამ მიმართულებით მუშაობა განვაგრძოთ. სამომხმარებლო ღონისძიებებზე ვხედავთ, რომ ადამიანები მუდმივად სვამენ კითხვებს. მათ სულ უფრო მეტად აინტერესებთ ადგილობრივი ვაზის ჯიშები და მეღვინეთა ისტორიები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამჟამად ქართულ ღვინოს ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ზრდის შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რადგან სწორედ ამას ეძებენ მომხმარებლები. გლდანის მესამე მიკრორაიონის ნომერ მესამე ბ კორპუსის მიმდებარედ უკანონო შემოღობებისა და ავტოფარეხების ნაცვლად რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. სამუშაოები დაახლოებით 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. ტერიტორიაზე მოეწყო ბავშვთა გასართობის ზონა, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟ და გარე განათებისა და სარწყავის სისტემები ჩატარდა. გამწვანების სამუშაოები. დაიგო რულონური ბალახი და დაიდგო ხემცერარეები. ასევე განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 376,000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები 3000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჩატარდა. მე მინდა ერთ დეტალს გავუსვა ხაზი, რომ ეს ტერიტორია თლიანად სრულად იყო უკანონოდ შემოღობილი, იყო რამოდენიმე ავტოფარეხი, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, დემონტაჟი განახორციელეთ უკანონო მოღობილების. ამის შემდგომ უკვე პროექტის ფარგლებში მოეწყო სარწყავის სისტემა, გარე განათების ქსელები, ახალი ბოძები, ლედსანათები, ჩატარდა გამწვანების სამუშაო, დავრგეთ სხვადასხვა სახეობის ხემცენარე, ასევე პროექტის ფარგლებში მოეწყო ბავშვთა გასართობის ზონა, ატრაქციონი, სპორტული სივრცე, მოსასვენებელი აქვე ვცხოვრობთ და ყოველ წუთში გადმოვდივართ, გადავდივართ და დაცულები ვართ ყველანაირად. აქ შემოღობილიც არის და ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება ეს. ბავშვებს ხომ უნდათ სივრცე გასართობი. ჩვენ არ გქონდა აქ არაფერი, ვიწევდა შორს ასვლა პარკში. და ეს მართლა ძალიან გაგვეხარდა, რომ გაკეთდა.
გორში აქტიურად მიმდინარეობს საგზაო მონიშნის განახლების სამუშაოები, რაც ქალაქში მოძრაობის უსაფრთხოებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ემსახურება. განახლებული საგზაო მონიშნა მძღოლებისა და ქვეითებისთვის გადაადგილებას უფრო უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაიცნო გორის მერი, მუნიციპალიტეტი აგრძელებს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ისეთი გარემო შექმნას, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის უფრო უსაფრთხო და მოწესრიგებული იქნება. გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კიდევ ერთი პროექტი. დღეს ვახორციელებთ საგზაო ნიშნების მოწყობას, ასევე გზების დახაზვას, ქვეითთა გადასასვლელების დახაზვას. აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქების გადაადგილებას, ასევე იქნება უსაფრთხოების ნორმები დაცული. მიმდინარე პროექტი ეტაპობრივად გაგრძელდება და მოიცავს სხვადასხვა ქუჩებსა და უბნებს. სამუშაოები მიმდინარეობს დაახლოებით 1 თვეა. გეგმა გრაფიკით გათვალისწინებულია 3 თვის განმავლობაში ამ სამუშაოების შესრულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო ადრე შევძლებთ, რომ დავასრულოთ თუ ამინდები და მეტეოროლოგიური მდგომარეობა ხელს არ შეგვიშლის. ღამის სერენადები 2026 ბორჯომილიანა ისაკაცის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. წლევანდელი პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია. ლეგენდარული ქართველი მევიოლინისტ ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეში 7 გამორჩეული კონცერტით აღინიშნება, რომლებშიც მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი მუსიკოსები, ასევე ახალგაზრდა და ნიჭიერი შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას. ხვალიდან ბათუმში გადაინაცვლებს, სადაც კონცერტები 21, 23 და 25 აგვისტოს გაიმართება. ეს არის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც ჩამოაყალიბა და რომელიც ასე ვთქვათ დაიწყო ქალბატონმა ლიანამ. ქალბატონ ლიანას ამაგით ეს ფესტივალი ტარდება ყოველწლიურად. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რადგან ჩვენთან მუნიციპალიტეტში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში და ზოგადად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩამოსული ძალიან ბევრი სტუმარი ესწრებიან ფესტივალს. უმალე ჩაიარა გახსნითმა კონცერტმა შესანიშნავი იტალიელი მაესტრო ბეატრიჩე ვენეცი წარუცვა კონცერტს. ფესტივალი გადაინაცვლეს ბათუმში. შევადგინეთ როგორც ყოველ წელს ძალზედ ატმოსფერული პროგრამა. ფესტივალი დასრულდება თბილისში 3 კონცერტით წავსდებით პუბლიკის წინაშე. პირველად ვარ ბორჯომში. ეს არის საოცრად ემოციური წუთები. მუსიკოსებსაც ძალიან უხარიათ აქ ყოფნა. ამაღელვებელია ემოციების და პუბლიკის ხილვა. ფანტასტიკური შეგრძნებაა. ეს ყველა ინფორმაცია პირველზე ერთმანეთს უსათავთქოს შეხვდებით.